იმუშავა, რა თქმა უნდა, იმ პერიოდს განმავლობაში და ამ არჩევნებზეც იმუშავა. აბაომი გინდათ გზავნილმა. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აბაომი ეს უტრირებული ის არის, მაგრამ მათი გზავნილი იყო შემდეგი, ხო, რო იძახდნენ, რომ აი ჩვენ გთავაზობთ იმას, რომ ჩვენ გადაგარჩენთ განადგურებას. ფაქტურად ესე მივიდა მოსახლეობამდე, ხო? ერთია რას იძახიან, რომ იქ ვიღაცებმა ომიკთხოვეს და რაღაცა და რაღაცა, ხო? ეხლა იქ შეიძლება იმის მასხარად აგდება, ასე შემდეგ ხარ რომ საქართველოს დარაზმული იყო და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდა. ქვეცნობიერში ამ ბექგრაუნდში ხო ხდება ამის მიწოდება. მიწოდება რა არის? რომ კი, ოკუპირებულები ვართ, ხო? მაგრამ საერთოდ გაგვანადგურებენ. ამას ეუბნებოდნენ. ანუ ამას ტელევიზიით იძახდნენ, მაგას კი არ ვიძახი, მაგრამ ეს მესეჯი მივიდა მოქალაქეებამდე. ეს მესეჯი მუშაობს, რა თქმა უნდა. ადამიანის შეცდომაში შეყვანა და მით უმეტეს ესეთ ეგზისტენციალურ საკითხებზე ეს ძალიან ადვილია. რატო არ დაუპირისპირდნენ ამის რესურსი არა აქვთ? არსებობს ფაქტორი, შეიძლება ეს მესეჯი ნაკლებად სავარაუდო, რომ ვიღაცებმა არ აღიქვეს როგორც სერიოზული საფრთხე. არსებობს ის, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო თემა, თვითგადარჩენის ინსტინქტმაც იმუშავა. იგივე ოპოზიციაში, იმიტომ რომ ესე ახლა შეროცა რაღაცას უპირისპირდები ესეც, თუმცა ეხა პოლიტიკოსი მაგის პოლიტიკოსია, რომ ზუსტად ესეთ მომენტებშია საჭირო.